ქართული კულტურის დღეები იტალიაში რომის მუსიკალურ ცენტრ აუდიტორიუმში გია ყანჩელის საავტორო საღამო გაიმართა. კვირეულის ფარგლებში ანსამბლი რუსთავი კონცერტს ქალაქ აკვილაში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლადაც გამართავს. ქართული კულტურის დღეები იტალიაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ნახეთ რეპორტაჟი რომიდან. პოლიფონიური მელოდიები 23 ფსალმუნი და პატარა იმბერი. გია ყანჩელის ნაწარმოებები ამჯერად რომის აუდიტორიუმში შესრულდა. ქართული ხელოვნება უცხო ქვეყანაში სტუმრებს ქართველებთან ერთად ცნობილმა მომღერალმა ფრანკო ბატიატომ გააცნო. იტალიაში ქართული კულტურის დღეები ყანჩელის ნაწარმოებების აშღერებით დაიწყო. ეს არის ძალიან დახვეწილი, ძალიან ღრმა, ძალიან ლაღი მუსიკა, რომლის დარიც დღეს მსოფლიოში ცოტა იქნება. თავის დროზე მე დავწერე ნაწარმოები, რომელსაც ქვია პატარა იმბერი. იმბერი არის ინგლისში სოფელი. აუდიტორიუმის სინოპოლ ჰოლში ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებები სანტა სესილიას ნაციონალური აკადემიის ბავშვთა გუნდმა და ორკესტრმა შეასრულეს. სცენა იტალიელებთან ერთად რუსთავის მუსიკალურმა დასმა დაიკავა და იტალიაში შორეული საქართველოს ტრადიციული ხელოვნება გააცოცხლა. პალერმოში გავმართავთ კონცერტს, ზეგაც იქა გვაქვს კონცერტი. ერთი განმეორდება ბატონი გიას ეს ნაწარმოები, ხოლო შემდეგ ჩვენი სოლო კონცერტია. 18-ში ამავე დარბაზში გაიმართება ანსამბლ რუსთავის კონცერტი ცეკვასთან ერთად. ღონისძიებები ოფიციალურად რომის მუზეუმში გაიხსნა. შეხვედრას ქართული დელეგაციის გარდა რომის ვიცე-მერიც ესწრებოდა. დაგეგმილია ღონისძიებების გაგრძელება არა მარტო 2010-ში, არამედ 2011-12 წლებში. მათ შორის დაგეგმილია ამ ქართული კულტურის დღეებთან ერთად საქართველოს და თბილისის ქუჩის გახსნა. ვცდილობთ გავაღმევოთ ის ურთიერთობები, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. მსგავსი ღონისძიებები მომავალში უფრო მასშტაბური უნდა გახდეს. მიხარია, რომ ქართული ტრადიციების და კულტურის პოპულარიზაცია რომში ხდება. ქართული კულტურის დღეებს 15-დან 19 ნოემბრის ჩათვლით იტალიის სხვადასხვა ქალაქები უმასპინძლებს.